გამარჯობა მეგობრებო, აგერ ჩამოვიდით ახლა კიდევ ერთ-ერთ ქარხანაში. ჩემი სახელით მიაწერეთ, ჩემი გასახარებელად. Elix Show არის კომპანია, ფაიბერ ლაზერების, ანუ რკინსაჭერი ლაზერების წარმოებელი. თუ გაინტერესებს გავს ტიპის დაანდგარის შესყიდვა, გეტყვით თუ რა უნდა გაითვალისწინოთ. სანამ მიყიდით, მან დააპირებთ საერთოდ ყიდვას. ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ დამწყები ხართ. არ მიანჯოთ იმას თუ რა ბრენდი იქნება, ხშირად იაფიანი ან ზურიანი ბრენდიც კი მაგეთებს თუ დაანდგარებს, თუ ჩინეთს ნაყიდულობთ, ამიტომ უფრო დიდი მნიშვნელობა მიაქციეთ ყურადღებას თუ რა კონფიგურაცია გექნებათ. ეს კონკრეტული დაანდგარი მაგალითად ბიუჯეტურია, მაგრამ მას მაინც გააჩნია თანამედროვე, ანუ სულ ბოლო მოდელი კონტროლერი, ბოლო მოდელი ძრავები, ბოლო მოდელი ლაზერის გენერატორი, არის ძალიან კომპაქტური. ჩაშენებული აქვს გენერატორი შიგნით, ანუ გარეთ ცალკე არ დევს, არის ლამაზად, კოხტად, ანუ აწყობილი, ყველაფერი არის ლაკონურად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად ლაკონურად იქნება გაკეთებული დაანდგარი, იმიტომ რომ შემდგომში შედარებით დიდ ფართობსაც იკავებს, წარმადობაში და შემდგომ ფართობი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის თქვენი კომპანიისთვის. ეს არის შედარებით კომპაქტური მოდელი, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ თითქმის $13,000-ად. რაც დრო გადის კიდევ ფასები შედარებით აკლდება ამ ტიპის დაანდგარებს, აი მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ეს რომ გეყიდათ ერთი $18,000-20,000 უნდა გადაგეხადათ, დღეს უკვე შეგიძლიათ ბევრად ნაკლებ ფასში შეიძინოთ ასეთი ძლიერი დაანდგარი. შეუძლია აი მაგალითისთვის იგივე თითქმის იგივე მოდელია, ცოტა სუსტი არის, ეს 2 კილოვატიანი არის. აი მაგალითად ეს არის 3 მმ-იანი უჟანგავი ფოლადი და ნახეთ ჭრის სისუფთავე. მსგავსი ტიპის ჭრის სისუფთავე რომ მიიღოთ, არ უნდა დაგავიწყდეთ. ხშირად გატყუებენ წარმოებლები და მხოლოდ ლაზერს იყიდით და თითქოს ეს საკმარისია, არ დაიჯეროთ. აუცილებლად გჭირდებათ ჰაერის კომპრესორიც. მინიმუმ 16 ბარიანი, არ იყიდოთ 15-იანი, არ იყიდოთ 14-იანი, არ იყიდოთ 13-იანი. რაც დავალ ბარიანს იყიდით, მით უფრო ვერ მიიღებთ მსგავს სუფთა შედეგს. აუცილებლად უნდა იყოს 16 ბარიანი, ანუ კიდევ უფრო მეტი. ჰაერის კომპრესორი, რაც მეტი წნევა გექნება და სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად და ხარისხიანად დაჭრით. ამიტომ გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, რომ შემდგომ არ ინანოთ. თუ ჰაერის კომპრესორს დაამატებთ ასე ვთქვათ დაანდგარს, კიდევ უნდა გაითვალისწინოთ $3,000, $2,500 ხარჯით. და ერთ კონტეინერით წამოიღებთ ლიანობაში. ასევე თუ გჭირდებათ მაგნიტური ამწეები, ანუ ლისტი მეტალის ფირფიტა, რაც უნდა დადოთ, მისი ამწეც გჭირდებათ, შეიძლება იყოს კაუჭები, მაგნიტური, ვაკუუმური. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველა პატარა ნიუანსს, ამ შემდგომ შეექმნება დისკომფორტი. ამიტომ გაითვალისწინეთ და თუ რაიმე კითხვები, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, არ მოგერიდოთ, მომწერეთ, დამირეკეთ, კითხეთ. დაგეხმარებით ყველანაირად. აი აქ არის ეს ქარხანა, არა მარტო ასე რომ ვთქვათ, ასეთ ტიპის ლაზერულ მჭრელებს აწარმოებენ მტყელს, ასევე აწარმოებენ მილების საჭრელსაც, 3-დან 5 ღერძამდე ავტომატური მიწოდებით, საკმაოდ გრძელებით, აი თითქმის აი მას შეუძლია ახლა 12 მეტრიანი მილი აიღოს, დიდი დიამეტრის, თითქმის 300 მმ-მდე დიამეტრის დაჭრას, არა მარტო მილები. ასევე H ტიპის, T ტიპის, T-ებრი, ანუ რა ფორმას დაგჭირდებათ, ყველა ფორმის მილის საჭრელი, ამ პროფილის საჭრელი დაანდგარები შეუძლიათ რომ აწარმოონ. და არა მარტო ამ კომპანიას, ანუ ძალიან ბევრი კომპანია არის ჩინეთში, კონკრეტულად ქალაქ ჯინანში. შეგიძლიათ თქვენ ჩამოხვიდეთ, დაათვალიეროთ, აარჩიოთ, მაგრამ არ დაგავიწყეთ. ძალიან ბევრი პატარა ნიუანსია, რომელსაც წინასწარ გათვალისწინება ჭირდება. თუნდაც ეს იქნება აპლიკაციის ლიცენზია, თუნდაც ჰაერის კომპრესორი ჭირდებათ, თურმე მონტაჟდაც საკმაოდ ისეთი საყურადღებო ყოფილა ცვეთადი ნაწილები. ამიტომ დამირეკეთ, კითხეთ, დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ. გისურვებთ წარმატებულ დღეს.